გამარჯობა ეთერშია დღის ამბები 4-ზე მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. წულუკიანი დარჩა ულტიმატუმმა გაჭრა, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ ულტიმატუმს არავინ აყენებდა. საკითხი რომ გადაწყვეტილია მედიას ჯერ იუსტიციის მინისტრმა ამცნო, შემდეგ კი პრემიერმა. თემა არის ამოწურული. შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას, თქვა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე, მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თია წულუკიანი არის ძალიან ღირსეული, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტება. მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია იუსტიციის მინისტრთან აზრთა სხვადასხვაობა რა თემას ეხებოდა. თქვა რომ ულტიმატუმს არავინ აყენებდა, მხოლოდ პროფესიულ საკითხზე მოხდა პოზიციების შეჯერება. გავითვალისწინეთ საუკეთესო პრაქტიკა და გადაწყვეტილება მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. რაც შეეხება ფასეულობის ერთგულების თემას, პრემიერმა განმარტა, რომ თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობის ერთგული, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გუნდში, ჩვენს გვერდით ვერ იქნება. თია წულუკიანის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა. მისი ულტიმატუმიც ამ თემაზე მის მყარ პოზიციას ეხებოდა. თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი. იმ შემთხვევაში კი, თუ კი მინისტრის პოზიცია არ იქნებოდა გაზიარებული, წულუკიანი ამბობდა, რომ საკუთარ თავს ხედავდა ერთადერთ გუნდში და ეს მისი მეუღლის გვარია, კაკულიების გუნდში ხედავ თავსო. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომელიც დღეს გაკეთდა, რომელთაც დადასტურდა, რომ წულუკიანი რჩება, მაგრამ არ ვიცით უთანხმოების თემა რა იყო მასსა და სამთავრობო გუნდ შორის. მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგის შესახებ მოგაწოდოს ინფორმაცია, როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებით არსებობდა გარკვეულ საკითხზე სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულებთ, დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე, მე ნამდვილად არ წარმომიდგენიათ, თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მაშინ როდესაც წარიგდებოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მას აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ დიახ, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო ასეთ სხვადასხვაობა, იყო მსჯელობა და ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაც არის, რომ მოვახდინო საკითხის შეჯერება და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება. და საკითხი არის შეჯერებული, ასა თანხმდება არის კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს საკითხი აღარ დგას დისკუსიაში. ულტიმატუმს არავინ არ აყენებს. აქ საკითხი ეხებოდა ძალიან პროფესიულ საკითხზე, ასა სხვადასხვაობას და მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება ყველასთან, მათ შორის გათვალისწინებული იქნება საუკეთესო პრაქტიკა და ჩემი აზრით ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება ამ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. 2012 წელს ჩვენ ქართულმა ერმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოვიგეთ არჩევნები. ძალიან თუ გარემოში. ამ არჩევნების მოგება ემყარებოდა დიახ, ჩვენ სწორად განაცხადა ფასეულობებს და პრინციპებს და იმ იდეოლოგიას თუ რა იდეოლოგია უნდა გაგვეტარებინათ ჩვენ, როდესაც მოვიდოდით ხელისუფლებაში. და ბუნებრივია, ყველა მათ შორის ამასობელ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს ამ პრინციპების და ფასეულობის ერთგულად. თუ ვინმე არ დარჩება, მე როგორც მთავრობის მეთაური ბუნებრივია, რომ საქმის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენ გვერდით ვერ იქნება. ჩვენ ვიწყებთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან. ლევან გოგიჩაიშვილი არის ჩვენი პირველი სტუმარი. ლევანს მივესალმები. ლევან, თია წულუკიანი იყო ის წევრი გუნდის,
რომელიც ძალიან დადებითად მოიხსენიებდა ეკა ბესელიას, მას საუბრობდა, რომ ის ძველი გვარდიის წარმომადგენელია, რომ მას გული წყდება და ასე შემდეგ. მოკლედ ის შეიძლება მივიჩნიოთ რაღაც ქართული ოცნების იმ წევრად, რომელიც გაეტირა ან გული დაწყდა პროცესზე, რომელიც თქვენი წამოსვლით დაგვირგვინდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ტიპის საერთო შეიძლება ჰქონდეს თქვენს წამოსვლას ოცნებიდან და წულუკიანის გარკვეულ ულტიმატუმ შეიძლება ასე შეფასდეს სამთავრობო გუნდთან, რომელიც ამ ეტაპზე მისი დარჩენით დასრულდა. მოგესალმებით. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არ გაუხარდებოდა ჩვენ რო დავტოვეთ უმრავლესობა, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არ ყოფილა ეს იმპულსები, რომ თქვათ ძალიან გახარებოდა შესაბამისად ადამიანურად ჩვენ გვაკავშირებს ბევრი რამე, ძალიან ახლოს ვიცნობ ქალბატონ თეას. ხას უსვაო, რომ მას გააჩნია გამოკვეთილი ინდივიდუალობა, საკუთარი ხედვები, ვიღაცას მოწონს მისი ხედვა თუ არ მოწონს, ეგ არ აკნინებს მას, პირიქით მას შეუძლია გარკვეული პოზიციების დაცვა. ამიტომ მას ეს თვისებები გააჩნია, ბუნებრივია და მე ყოველთვის ვეცდები, რომ ის დადებითად მოიხსენიო ყოველთვის, იმიტომ რომ არ მაქვს საფუძველი ამის, რომ პირიქით გავაკეთო. ლევან, მეკითხე რაღაც ტიპის ბმა შეიძლება თუ არა ამ ორ პროცესს შორის არსებობდეს. მე არ ფიქრობ, რომ ეს საკითხი ყოფილიყო სასამართლოსთან მიმართებაში საკითხი. დანარჩენი ხა სად იყო სიღრმეები, სად მიდის ესეთი ღრმა ფსიქოლოგიური კვლევები, მე არ ვიცი, არა მაქვს ეს ხელს ვერ მოვკიდებ ვერაფერს, რომ რაღაც რისაფუძველზე ვისაუბრო. რაღაცა მოსდევს და ყოველთვის რაღაც მიზეზობრივი კავშირები არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე ღრმად მე ვერ შევალ თქვენთან ამ ანალიზში, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დეკლარირებულად და საჯარო სივრცეში რაიმე ნათქვამი არ არსებობს. არის რაღაც ესეთი ყურმოკრული, მოარული რაღაც ამბავი, რომ თითქოს ეს უკავშირდება თქვათ ხედვებს, თქვათ სად უნდა იყოს პენიტენციარული სისტემაში, იუსტიციის სამინისტროში თუ მის გარეთ. ამიტომ ეხა აი ამ შინაარსობრივ დავაში მე ვერ შემოვალ, იმიტომ რომ საკითხი პარლამენტამდე არ მოსულა. პენიტენციური სისტემის მიღმა კურირებდა ის იუსტიციის სამინისტროს, რომ ასეთი შევსება გააკეთა, მოხდა ბოლო სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ და ამ რამდენიმე თვეში ვერ გავიგეთ თქვენი კითხვის ფორმულირება, იმიტომ რომ ცოტა ტექნიკურად არის მის ძალიან კარგი. არა, მე უბრალოდ ვაზუსტებდი თუ ციხეებსა და პენიტენციურ სისტემას ეხებოდა საქმე, ცოტა ხნის წინ შეუერთდა ეს უწყება იუსტიციის სამინისტროს და რატომ იქცა ის ასეთ პრინციპულ თემად, რომ წულუკიანის ყოფნა არ ყოფნის საკითხი მინისტრის პოზიციაზე მიბმული იყო ამ თემას, ეს იყო ნამდვილად საინტერესო. კახიშვილზეც დაისვა კითხვა, ხომ არ იქნებოდა ის მინისტრი მის შემდეგ, ვიდრე წულუკიანი დარჩებოდა, ის ამ შეკითხვებსაც პასუხობდა დღეს ჟურნალისტების წინაშე. მოკლედ თქვენ ვერსია არ გაქვთ. იცით რა არის, ეს მეტი, ხო, იცით რა არის, მეტი სიღრმეებზე ჩვენ არ აგვაქვს ინფორმაცია. თუ რამე თქვათ ესეთი მოარული ამბავი შეიძლება გამიგია, მე არ ვფიქრობ, რომ ეხა ეს სივრცე ამის განხილვას ღირდეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავემსგავსები ეხა რაღაცა ისეთი ამბების მიმომხილველს, ხო ხდებით, რომელიცაც შეიძლება ამბავთ მაქვს გაგებული, მაგრამ რაღაცა რო გითხრათ, რომ ეს დარწმუნებული, ჩემ თავში ვარ დარწმუნებული, რომ რაღაცა ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, მას ვერ დავადასტურებ, ამიტომ შესაძლოა იყოს რაღაცა ისეთი ტექნიკური საკითხი, რატომაც არა, ვიღაცისთვის შეიძლება ამ ტექნიკურ საკითხს ძალიან პრინციპული მის ხედვასთან მიმართებაში ადგილი ქონდეს, ამიტომ მე არ დაუკარგავ მას ამ პრინციპულობას, ამ ინდივიდუალურობას, მე პატივს ვცემ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორც თავისუფალი ადამიანის, ხა მე მისი აზრებს ვიზიარებ თუ არ ვიზიარებ, ეს მეორე ხარისხოვანი არის. ამოცემულობაშია ის არის მინისტრი და როგორც მინისტრს მას აქვს თავისი ხედვა.
თუ ვინმე ეთანხმება, გამოჩნდა რომ დაეთანხმდნენ. რო არ დათანხმებოდნენ, თქვა ადამიანმა წავალო და მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას არ გადავიდო და ვიცნობ რა ამ ადამიანს. ეხა მე ჩემ პირადად ვსაუბრობ. ეხა მე არ შევდივარ თქვა იმ რაღაცა მის ხედვების ანალიზში, რომელსაც შეიძლება ხანდახან ვეთანხმებოდე, შეიძლება არ ვეთანხმებოდე. ლევან, ასეთი ესეც ვიცნობ ამ ადამიანს შესაბამისად, სხვანაირი არ მინახავს და თუ რაღაცა არ მომეწონება, არც იმას ჩვენ მას ვეთქვი და მე თქვა ლევან, ასეთი კითხვა მაქვს, გასაგებია წულკიანის თემა, მე მაქვს თქვენთან ეს შეკითხვა. თქვენი 4 ხეულის უმრავლესობიდან გამოსვლის შემდეგ უმრავლესობა დატოვა კიდევ 2 ადამიანმა, ისინი პატრიოტ ალიანსს შეუერთდნენ, გუშინ უმრავლესობა დატოვა კობან არჩემაშვილმა. გაქვთ თუ არა ცდილობები, რომ თქვენი თანამოაზრეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ და ასევე თქვენ სულ მიანიშნებდით, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს თქვენსავით უმრავლესობაში, როგორ არის, სად არის ახლა პროცესი გაჩერებული? მე ვფიქრობ, რომ აი ეს კანონ პროექტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამ პროცესში და თუ თქვათ ესე არ გამოჩნდნენ ადამიანები პირველ პროცესში, ხო? თქვათ კიდევ უფრო მეტად შეძლეს თქვათ რაღაცას ამოფარვებოდნენ და აერიდებიათ ეს ზოგადი პასუხისგებლობა. მე ვფიქრობ, ამ პროცესს უკვე ვეღარ დაემალება ამ კანონ პროექტს. ეს კიდე ერთხელ იქნება ტესტი უმრავლესობისთვის. მე ისედაც მაქვს ჩემი აზრი ჩამოყალიბებული, რომ იმპულსები არ მოდის სასიკეთო. ანუ იმპულსები არის იმგვარი, რომ ჩვენ შეიძლება ველოდოთ ისევ ჩინჩალაძის დაჯგუფების სიის შემოტანას და ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანები არ დავტოვოთ, თქვათ, ერთი კანონ პროექტის ტყვეობაში, რომელიც ჩინჩალაძემ დაწერა და ჩინჩალაძის კანონ პროექტი არის, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ გამჭირვალე პროცესი, რომელიც ირაკლი კობახიძე ამბობს, როცა ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს ჩინჩალაძის და იუსტიციის საბჭოს პროექტს ეძახიანო. არა, ეს არ არის მისი მომზადებული პროექტი, ეს არის ჩინჩალაძის პროექტი და ამ პროექტს ქვია ჩინჩალაძის პროექტი. უბრალოდ ხელის მომწერი ამ პროექტზე არის კობახიძე. იმის იქით ფუნქცია მას არ გააჩნია. მინდა დარწმუნებით გითხრათ. ვიცი რა მისი შესაძლებლობები და უნარი რომ ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა ამ ადამიანებს. მე ეს ჩამომიყალიბდა დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ ამასთან დაკავშირებით გამოვხატავდით გუნდის შიგნით გულისწყრომას, მაგრამ სადღაც ეს ყველაფერი უფრო უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ხა ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, არჩეული ხალხი ვართ, გაცილებით მეტი გამჭირვალობას მოითხოვენ და ანგარიშვალდებულება საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს, ვიდრე შეიძლება მოთხოვოს ვიღაცა სამმართველოს უფროს ფინანსთა სამინისტროში. ან რაღაცა ვერტიკალში ყოფ ადამიანს, ხო, სტრუქტურულ ვერტიკალში. შესაბამისად, ჩვენი პასუხისგებლობა უფრო მეტია და ანგარიშვალდებულება, ამიტომ როდესაც ეს აღარ გაჩერდა ეს გავლენები, შესაბამისად ეს იყო ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით და ლევან, ანუ ფიქრობ, რომ ვიდრე მოსამართლეების სახელებით და გვარებით დადგება საკითხი კენჭისყრაზე, ეს კრიტერიუმების შესახებ მომზადებული კანონ პროექტი მე გეტყვით ერთ რამეს, ქალბატონო დიანა. გარკვეული სიცხადის შემტანი, ვისი ადგილი არის გუნდში და ვისი არა. მე ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მოუწევს კიდე არჩევანის გაკეთება. იმიტომ რომ ძალიან კარგი გამონათქვამი არსებობს, ხო? ეხლა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. არ იცვლება ჯამი, შესაბამისად ჩინჩალაძე იქნება თუ ჩინჩალაძე დაწერს ამ სიას, თუ ჩინჩალაძე მოახვევს თავის აზრებს საქართველოს პარლამენტს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აი ყველაზე ჩემი აზრით, ყველაზე აი მე ხელში მიჭირავს უბრალოდ რა განსხვავება არის ჩვენს და მათ კანონ პროექტებს შორის. ჩვენი არის სუპერ გამჭირვალე პროცესი და მათი არის სუპერ დახურული პროცესი და მე თქვენ გამოგიგზავნით და შედარებისთვის შეგიძლიათ ნახოთ, ხო, რა არის განსხვავება. აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, ნახეთ, ანუ ჩინჩალაძის კანონ პროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭო, რომელიც აგროვებს ინფორმაციას იმ მოსამართლე კანდიდატებზე, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, შემდეგ მას ადევს გრიფით საიდუმლოს, ანუ დაახლოებით, ანუ ხურავს ამ პროცესს და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არის ამ ინფორმაციის მატარებელი, ამ ინფორმაციის გამჟღავნება
არის კანონით აკრძალული. ხვდებით რას გეუბნები? ანუ ისეთი კანონ პროექტი შემოიტანა, მე ვფიქრობ, რომ ეს კანონ პროექტი უმრავლესობამ თავზე უნდა გადაახიოს პირდაპირ მნიშვნელობით, იმდენად შეურაცხყოფელი არის ზოგადი დემოკრატიული პროცესისთვის და გამჭვირვალე პროცესისთვის, იმდენად შეურაცხყოფელია. აი ერთი პუნქტით არის უკვე იმდენად შეურაცხყოფელი პარლამენტისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც გამჭვირვალობის და აი ამ პროცესის მომხრე არის. აი ეს ერთი პუნქტი ვითომ არაფერი, ხო, სადღაც ჩაწერილი, სადღაც ისე დამალული, სადღაც ჩაკარგული იმ წინადადებებს შორის, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს იმ სულისკვეთებას, რაც მათ აქვთ. და მათ რა აქვს ჩაფიქრებული, რომ ის პროცესი, რომელიც მათ ჩაუვარდათ, დროში გაწელილად, მაგრამ უნდა შეძლონ ამის ანაზღაურება და ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ. ეს არ იქნება მშვიდი კანონ პროექტის განხილვა, ეს კანონ პროექტი გაივლის ორ დიდ კონფლიქტურ ინტერესში. ერთის მხრივ ეს იქნება კლანის და თქვათ მათი მომხრეების და მათი არ ვიცი ხელმძღვანელების თუ რაღაც სურვილი, რომ ეს რეალობა შეიქმნას სასამართლოში და მეორე საერთო სახალხო ინტერესი, რომ აი ამ კონფლიქტში მოუწევს ამ ორ კანონ პროექტს გავლა. ძალიან მარტივი არჩევანი იქნება რა. ან ხარ აქეთ, ან ხარ იქით. აქ ვეღარავინ ვეღარ დაიმალება და ადამიანებს უბრალოდ მოუწევთ ძალიან სერიოზულად აიღონ პასუხისგებლობა და რეალურად დაანახონ ისინი ისე ფიქრობენ როგორც მათი ამომრჩევლები თუ უბრალოდ რაღაცა ამ ხაზს და ამ კონიუნქტურას ექვემდებარებიან. დიდი მადლობა ლევან გოგიჩაიშვილს, რომ ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა. ჩვენ ვიდრე ქართულ ოცნებასთან გავაგრძელებთ რა იყო წულუკიანის, ასე ვთქვათ, წასვლის და დარჩენის მიზეზი. მანამდე ჩართვა გვექნება ზაზა სარალიძის, რომელიც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ზაზას მივესალმები, იქნებ გვითხრათ, რა შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ან თქვენი მიზანი რა იყო, რის გაგებას ცდილობდით მოურიგათ შინაგან საქმეთა სამინისტროში? მოგესალმებით იანა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ერთადერთი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი, რატო ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, იქიდან გამომდინარე, რომ მე მოვითხოვე პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობას და გადმომისამართეთ აქეთ. ფაქტია, ვთვლი, რომ მიშორეს პროკურატურა რაღაცის გამო, იმის გამო, რომ ფაქტია, რომ არ უნდა არც კალანდრიას პასუხისმგებლობაში მიცემა, არც სამართლიანობის სამართლიანი ამ საქმეზე და ფაქტია, რომ ისე გრძელდება ამ საქმეების გაყალბება. იყო საქმის პროკურორის გადმოსული, ვისაუბრეთ, შევწავდით იმაზე, რომ მე მჭირდება ყველა საქმის მასალის გაცნობა. არა მარტო მკვლელობის საკითხში, არა მარტო მკვლელობიდან გამოყოფილ ნაწილში იმ დანარჩენ ბავშვებზე, არამედ სულელიანი საქმის მასალები მჭირდება, მორჩადის საქმის მასალები მჭირდება და ყველა ფიგურატის საქმის მასალები მჭირდება. ასოთირად, რომ ერთმანეთს შევადარო და იქ გამოვიტანოთ. რა პასუხი მიიღეთ ამ თემაზე, ზაზა? დიახ, რა პასუხი მიიღეთ თქვენს ამ მოთხოვნაზე? ერთადერთი პასუხი მივიღე ის, რომ გაივლიან თავიანთ ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს და შეთანხმდებიან ამასთან ერთად. უნდა გამოყონ ერთი ჩვეულებრივი ოთახი, სადაც შეგვეძლება მე და შემოძლება დამცვეს დავძლებთ წყნარად დავეცნოთ ამ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას კითხვა რომ დავუსვი, რამდენი ხანი მოუდი მასალების გაცნობა. ხოლო მკვლელობის ნაწილში რა მასალებია 9 ტონი, 2 კვირა 24 საათი ვკითხულობდი და მე 1 საათში ამ მასალებს ვერ გადავიკითხო, გამორიცხულია ალბათ მეთანხმები თქვენ. ყველა დეტალი და როგორ გაგაცნობენ, სახლში გაგატანენ თუ მანდ ადგილზე ზაზა და რამდენად თქვენი მხრიდან კანონიერია ეს მოთხოვნა, რომ გქონდეთ ყველა მასალაზე წვდომის უფლება? კანონით არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ მასალაზე მაქვს წვდომა თუ გავეცნობი მათ პირობებში. სახლში უარ გამატანენ ამაზე, არც ილუზია აღარ მაქვს, უკვე ერთხელ მოთხოვნილი მაქვს და უარი მივიღე. იყოს ბატონო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთახი იქნება თუ პროკურატურის ოთახი იქნება, ჩემთვის ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ ყველა მასალა უნდა იყოს თავმოყრილი ერთად, რომ შედარება გავაკეთო ჩვეულებრივად, ვინც რომელ პროცესზე ითხოვებოდა, ვინ რომელ საგამოძიებო მოქმედების დროს ითხოვებოდა. ზაზა, თქვენ დროდადრო იმედია შეთანხმდებიან და გამაგებინებიან. გასაგებია, თქვენ დროდადრო რაღაც ტიპის იმედებს გაძლევდნენ ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის
შემდეგ განსაკუთრებით თქვენ ამბობდით, რომ აი რაღაცას იმედი გრჩებოდათ, რომ რაღაც ტიპის შედეგამდე მივიდოდა ეს საქმე. აი ახლა გაქვთ თუ არა ეს განწყობა თუ ისევ ფიქრობთ, რომ თქვენით მასალების გაცნობით შეიძლება რაღაც სურათი თქვენთვის როგორც მინიმუმ შეიქმნათ. რა თქმა უნდა, იმედი რომ აქვს ადამიანა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად ვფიქრობ, რომ სამართლების ჩართულში მივუყვე ამ საქმეს და რაღაც სამართლებელი გადახრები და გადასხმები არ მქონდეს. ამ თემაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ჩემთვის სამართალ ყველა ვარიანტი დადგება, ასე მნიშვნელობა არ გააჩნია, კანონური ჩართულში მივახცევ თუ უკანონური ჩართულში, მაგრამ მე არ მივცემ საზოგადოებას იმის უფლებას, რომ ჩემი მკვდარი ვინმე მაგინოს. მაქსიმალურად ვეცდები კანონი ჩარჩოების მოექცეს ყველაფერი და მე მგონი ქართველი ერის დამეთანხმება და დამიდგება გვერდით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს სათავეში, ვალდებულია კანონის უზენაესობა დაიწყოს. ზაზა, თქვენ ბოლოს იყავით პროკურორთან, თუ სწორად მახსოვს, თავად პროკურორთან შეხვედრაზე, აი რა იყო იქ მთავარი რაც ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგაგზავნეს, ანუ აქ ამოწურა მთავარმა პროკურორმა მისი ფუნქცია. უშინდელ დღემდე მე არ ვიცოდი თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წამოსულიყავი, გვიან გავიგე ეს, რომ თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა გავეცნო მასალებს. ეს იყო მოშორების მეთოდი, ასე რომ ვთქვათ, მე ასე ვაფასებ, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს არ უწევს ერთის უარი საკუთრებები გაცნობა. მომიშორეს ტექნიკურად უკაცრავად ამ გამოთქმაზე, მაგრამ ეს მაინც არ გამოუვა და არანაირად არ გამოუვა, იმიტომ რომ ეს მასალები აუცილებლად უნდა გავეცნო ყველაფერს, აუცილებლად უნდა გავიგო მირზა სუბელიანის ჩვენებები, აუცილებლად უნდა გავიგო მიხეილ კალანდიას ჩვენებები, რომელიც არ მქონდა აქამდე ნანახი და აუცილებლად უნდა მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე კანონის საჩვენში. და ბოლო ჩემი სიტყვა არის ესეთი, ვერ ეხსებიან, ვერც ესენი და ვერც ვერავინ, რომ საზასამართლო ან დაიღლება, ან დაანებებს თავს სამართლებრივ ბრძოლას. ბოლომდე მივიყვანს, სანამ პირში სული დგას, გასაგებია, როდიდან იწყებს საქმის მასალების გაცნობა, ზაზა? როდიდან იწყებს? კარგი, დაგემშვიდობებით. აი, ველოდები, რას გადაწყვიტავენ, ბოლოს სიტყვა იყო ესეთი, თავიანთ უპროცესს შეუტახტებიან, როგორ მოაგვარებენ, როცა მოაგვარებენ, დავეკონტაქტებიან და დავიწყებთ იმ გასაგებია. დიდი მადლობა ზაზა სარალიძეს. ზაზა სარალიძეს დიდი მადლობა, ის ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ და თია წულუკიანი აკეთებს განცხადებას კანცელარიაში მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ. სისტემა, რომელიც მაგალითად წარსულში გვინახავს, როდესაც მართლაც ულტიმატუმების ენით ესაუბრებოდნენ და შემდეგ ეთერებში ხდებოდნენ ხოლმე თავდაცვის მინისტრები. ეს 6 წლის წინ დასრულდა, ასთან სხვადასხვაობა რომ არსებობდა გარკვეულ თემაზე ეს ამავე მედიისთვის გახდა ცნობილი რამდენიმე დღის წინ და ამიტომ ვინაიდან ჩვენ თქვენს წინაშე მივხვდებით იმისა, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებთ, გვაქვს ვალდებულება ვიყოთ გულწრფელები, მე გულწრფელად დაგიდასტურეთ, რომ ამგვარი სხვადასხვაობა აზრთა იყო, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ბატონი მამუკა არ არის ის, ვინცაც ვინმე ულტიმატუმის ენაზე მთავრობის ფარგლებში დაელაპარაკება. მადლობა, რომ მოსმენილი იქნა ის, რასაც ვფიქრობდი და შესაბამისად, როგორც უკვე რამდენიმე საათის წინ გითხარით, ეს თემა არის დახურული. ეს კი ამიწურა, მაგრამ არის უმრავლესობაში რაც ხდება, ამის ერთგვარი გამოვლენა არის. ჩვენს ოპონენტებს მესმის, რომ იმედი გაუცრუვდათ. მე ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის რეალობა, რომ მე როდესაც 2010 წელს მაისის თვეში დავბრუნდი სტრასბურგიდან და ჩავერთე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს არის ის ბრძოლა, რომელიც იქნება ჩემთან ერთად მანამ სანამ ვთვლი, რომ ეს ძალა შეწინააღმდეგებას საჭიროებს და ეს ბრძოლის ველი გადის
ჩემი ქართული ოცნების თანამებრძოლებთან ერთად. ამიტომ სხვადასხვა აღმასრულებელ თემებზე ასთა სხვადასხვაობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, არასოდეს არ იქნება ოპონენტებს მინდა ეს ავუხსნა რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან. პირიქით, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა ეს დაუდასტურო, რომ მე მათთვის ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ქოლგვიგის ქვეშ მებრძოლი, მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური. ეს მათთვის ალბათ საწყენია, იმიტომ რომ რაღაც იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის, რომ თემა ამოიწურა, მაგრამ ეს არის ასე. მე პარლამენტში მექნება მომავალ კვირაში მინისტრის საათი და იქ უკვე მათთან უშუალოდ მექნება ალბათ შესაძლებლობა იმის ასახსნელად, რომ მე მათთან ბრძოლას ვაგრძელებ. იცით რა, ყველაფერს იმიტომ რომ ასე მიგვაჩვიეს წარსულში, რომ ყველაფერს წყვეტდა ხოლმე ერთი კაცი, რომელიც ახლა მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის სახელით არის მსოფლიოში ცნობილი, ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს. ჩვენს ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის და ამ შემთხვევაშიც ის აღმასრულებელი თემა, რაც იყო, ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომელიც გუნდის საერთო პოზიცია და ეს იყო ჯანსაღი პროცესი. არა. დაელოდეთ კოსას. დაელოდეთ კოსას, თქვა თეა წულუკიანმა, კოსა არის ასევე მის მიერ ნათქვამი, ის ნაცნავს გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ აი თეთრი თმები და კოსა რომ ექნება, მერე ვიტყვი ყველაფერსო, მანამდე კი ამბობდა, რომ ის დრო წავიდა ქვეყანაში, როცა ერთი კაცი დღეს მოხეტიალე პოლიტიკოსად ქცეული წყვეტდა ამბებს, ვინსად უნდა ყოფილიყო, რომ მამუკა ბახტაძესთან მას სხვა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა და რომ საკითხი ამოწურულია. გურამ მაჭარაშვილი უმრავლესობიდან არის ჩვენი სტუმარი ამ თემაზე. ბატონ გურამ, თქვენ შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, რა ტიპის წინააღმდეგობა არსებობდა სახელმწიფო გუნდსა და ამ გუნდის ერთ ძირძველ კონკრეტულ მინისტრს შორის? მოგესალმებით, დიანა, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის თავი. ეს აუცილებელია რომ აღინიშნოს, რადგანაც 100 წლის მადლობა 100 წლის წინ ზუსტად მოგცეს ჩვენმა წინაპრებმა ის საშუალება, რომელიც დღეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველო ნამდვილად გახდეს ის ქვეყანა, რომელმაც უნდა დაიკავოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე მგონი ქალბატონმა თიამ გასცა პასუხი ყველა კითხვას და ამავდროულად პრემიერმაც ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. საკითხი ეხებოდა კონკრეტულად რომ ერთ-ერთ ფუნქციას, რომელიც შედის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში. თქვენ იცით, რომ მცირე მთავრობის პირობებში უნებრივია რამდენიმე სამინისტროს შერწყმის შედეგად იყო რაღაცა უფლებამოსილების გადანაწილებები და ეს არის ჩვეულებრივი შიდა პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ და უკვე განცხადებაც გაკეთდა, რომ დასრულდა პოზიციების შეჯერებით და ქალბატონი თეა აგრძელებს მუშაობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში. არაფერი დაპირისპირება არც საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და არც სამთავრობო გუნდ შორის შიგნით არ არსებობს. უბრალოდ არის ისეთი მოცემულობები, რომელიც რა თქმა უნდა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ასევე პარტიაში და მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი და ეს არის პოზიტიური იმისათვის, რომ თუნდაც შიდა პროცესებს ხელი შეუწყოს აზრთა სხვადასხვაობამ, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ და მივიდეთ ძალიან კარგ გადაწყვეტილებამდე. უბრალოდ არის ისეთი მომენტები, რომელიც შეიძლება გამოვიდეს გარეთ სხვადასხვა წყაროდან სამწუხაროდ და არის ისეთი, რომელიც არ გამოდის. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კი ცხადდება პარლამენტში აღმოსავლეთ პარტიაში თუ პარტიაში. ბატონ გურამ, ასე დროდადრო სულ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ან წულუკიანი
წულუკიანი მიდის, ანქობულია მიდის და ასე შემდეგ. მაგრამ რომ არა თავად თია წულუკიანის განცხადება, რომ ეს სულაც არ არის გამორიცხული, თუ რაღაც კონკრეტულზე ვერ შეთანხმდებიან, ალბათ ასე შორს არ წავიდოდა იმ საქმის განხილვა. ასე რომ თავად მან შეიტანა მეტი სიცხადე, თორემ მედიაში სულ მუდამ ვიღაცის წასვლას პროგნოზირებენ. ამაზე მინდა გიპასუხოთ, რომ რა თქმა უნდა ეს კარგია, რომ ქალბატონმა თიამ თავად თქვა, მას მერე რაც მედიამ კითხვები დაუსვა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმეორებ, თორემ იმ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ როგორც პარლამენტში, ასევე აღმოსავლურ ხელისუფლებაში ხდება აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, მან თქვა ის რომ არსებობს რაღაცა პოზიციები, რომელიც მისი თქმით უნდა იქნეს გათვალისწინებული, რაც იმედია მოხდა კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ მისი კადრები. უბრალოდ იმის თქმა მინდა დიანა, რომ არ შეიძლება არ მივესალმები ყოველ შემთხვევაში იმას, რომ რაღაცა პრობლემიდან შეიძლება რაღაცა აუცილებლად რაღაცა ნეგატიური ვეძებოთ პოლიტიკურ ჭრილში. რა თქმა უნდა, თავად სურდა ქალბატონ თიანს ეს დააფიქსირა. ვიმეორებ კითხვის შემდგომ, აქ არანაირ ულტიმატუმებზე არ ყოფილა საუბარი, მან განაცხადა, რომ რაღაცა პოზიციები შეჯერდებოდა და ამ პოზიციების შეჯერების შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რაც გააკეთა კიდევაც. ეს იყო და ეს. თია წულუკიანმა ასეთი რამ თქვა, რომ დღეს პოლიტიკური მოხეტიალე ქცეულ პოლიტიკოსის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, როდესაც ერთი კაცი იღებდა გადაწყვეტილებასო, დღეს თქვენი გუნდი როგორ შეიძლება დახასიათდეს ამ ფორმულის საპირისპიროდ. თქვენ როგორი გუნდი ხართ, სადაც ერთი კაცი არ იღებს გადაწყვეტილებას? აი ზუსტად სწორი აქცენტები გაუკეთებია ქალბატონ თიას, როდესაც ეგ თქვა, რომ ერთი კაცი არ იღებს გადაწყვეტილებას და აქ ეკითხება მთავრობაში მთავრობის წევრებს, პარლამენტში პარლამენტის წევრებს და როდესაც ეკითხები ბევრ ადამიანს, ბუნებრივია ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს. ზუსტად აი ეს კომენტარი ქალბატონი თიასი ადასტურებს იმ ჩემს სიტყვებს, რაც მე თავში ვთქვი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩვენ გუნდში ეს იქნება ხელისუფლების აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო შტო თუ თვითონ შიდა პარტიული სისტემა იღებს მხოლოდ და მხოლოდ კამათის და ხანდახან ხშირად თუ იშვიათად, მაგრამ ძალიან ცხარე კამათის შედეგადაც. ზუსტად ეგ კომენტარი შეგვიძლია საზოგადოებას აუხსნათ ისე, როგორც მე თავში აღვნიშნე, რომ ასეთი გუნდია ჩვენთან, როდესაც ერთი კაცის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, რაც დასტურდება თუნდაც აი ბოლო დროს და დღევანდელი დღეს გაცხადებული ქალბატონი თიას აი ამ კომენტარებით. გასაგებია, დიდი მადლობა გურამ აჭარაშვილს, დავემშვიდობები. რეკლამის შემდეგ ჩვენ გია ბარამიძე ჩაგვერთვება დღეს სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. პატიმრობა კვლავ უცვლელ ღონისძიებად გამოიყენა მოსამართლემ, რა საფუძვლები ჰქონდა მოთხოვნას მისი გათავისუფლების შესახებ, მოგვიყვება დავით კირკიტაძის პარტიული თანამებრძოლი. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა კვლავ უცვლელია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთის შეცვლას ითხოვდა. დაცვის მხარემ იგივე მოითხოვა ადრეც, თუმცა ასევე უშედეგოდ. ნახოთ რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და გავაგრძელოთ საუბარი გია ბარამიძესთან. ამ ეტაპზე საქართველოს სასამართლოს საფუძვლის კოდექსის 93 მუხის მეოთხე ნაწილის მიხედვით იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განხილება. ჩვენ ერთხელ უკვე იმავე შინაარსი არის აბსოლუტურად იგივე ტექნიკური ხარისხის.
პოლიტიკურ ჭრილში სამართლებრივი ყველას გადაგხავ. მე არც პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები. თავდები რომ მოვუყავთ თქვენი მოთხოვნით ეგ არის პოლიტიკური. მე არ მომითხოვიათ ხელგან თავდები. სადმე თუ ნახავთ რომ თავდები მოვგთხოვეთ, სადმე მაგას თუ წაიკითხავ და მოიცი. პირდაპირ ეთერში იყო თქვენი სამართლებრივი გამარტება რომ ყველა ეს არა წარმოდგენილი და შესაძლებელი. ამიტომ რო იქნებით მზად. არ იყო სათანადო წარმოდგენილი შრომდება. ხარი პოლიტიკოსი მოყანა თავდაბოლოს ეგ არის პოლიტიკის გადაღება. სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი ქალბატონი მოსამართლე, რომელმაც დღეს ასეთ გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტული დისკუსია იყო ფრაგმენტი ვნახეთ ჩვენ ადვოკატთან გამართული, სადაც ის ამბობდა, რომ თქვენ პოლიტიკურ ჭრილში გადაგყავთ ეს პროცესი და თავის თავზე ამბობდა, რომ ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. ამის თქმაც არ სჭირდება მოსამართლეს. კანონმდებლობით მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. გიორგი ბარამიძე არის ჩვენი სტუმარი. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. რა იყო დღეს დაცვის მხარის მოთხოვნა? გასაგებია რომ თქვენ ადვოკატი არ ხართ, მაგრამ პროცესში ხართ ჩართული. რის საფუძველზე ითხოვდა დაცვაც და პარტიაც მისი თანაგუნდელები ითხოვდით, რომ კირკიტაძეს დაეტოვებინა სასამართლო. დაეტოვებინა პატიმრობა. მოგეთ მოსამართლეს არ მიეღო იგივე გადაწყვეტილება. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის და მადლობა ამ თემის განხილვისათვის, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რადგან ის არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, ან ერთ პოლიტიკოს, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და ერთიანობაში უნდა განვიხილოთ, მაგრამ დავით კირკიტაძე მორიგი არის იმ პოლიტპატიმართა რიგში, რომელიც ამ წუთას აბსოლუტურად უსამართლოდ ზის ციხეში, იმიტომ რომ გახარიამ, როგორც გვამცნო, ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ვინც მას არ აწყობს და ვინც სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ვისი დაპატიმრებაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლების ოპონენტებს, უნდა ჩააგდოს ციხეში. საუბარი რაზე არის? საუბარი იმაზეა, რომ ეს საქმე ეხება მოგეხსენებათ ჩვენს აქციას, რომელიც უნდა გამართულიყო თელავში, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაugurაციასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გეგმავდით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას იმ დაახლოებით 900,000 ამორჩევლის გულისყრომის და აღშფოთების გამოხატვას, რომელიც მოვიდა და ჩვენ კანდიდატს მიცახმა და ჩვენ ვიცით, რომ პირველ ტურში 100%-ით გავიმარჯვეთ და რეალურად მეორე ტურშიც გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ივანიშვილმა როგორც მოახერხა ამარჩევნების ჭყალებში მოგება, ჩვენ ყველამ დავინახეთ კრიმინალებით. გასაგებია, ბატონ გია, დღეს სასამართლო პროცესზე თქვენ ისი დამტკიცება გსურდათ, რომ კირკიტაძე არ მიიმალებოდა და რა იყო ამის არგუმენტი? საუბარი არის იმაზე, რომ დავით კირკიტაძეს აღკვეთი ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა, თუ გამოძიება წარიმართოს, სასამართლო წარიმართოს, თუ ვინმე დამნაშავეა და მართლა დადგინდება, რომ დამნაშავეა დაისაჯოს თქვათ, მაგრამ აღკვეთი ღონისძიების ამოცანა არის, რომ ერთი ან არ მიემალოს სასამართლოს ადამიანი, ან არ მოახდინოს ზეგავლენა მოწმეებზე. დათო კირკიტაძე, რომ სასამართლოს მიმართ მიმალვას არ აპირებდა, იმითაც მტკიცდება, რომ მის წინააღმდეგ საქმე რო აღიძრა, წინა საქმე, რომელზედაც ის გამართლდა, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და სამსახურშიც იყო მოწყობილი და რაღაცნაირად რო იტყვიან, ლაგდებოდა ადამიანი იმ 2012 წლის არჩევნების წაგების შემდეგ, მაგრამ როგორც კი შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, ის ადამიანია, რომელიც ნამდვილად ამ შემთხვევაში და
არც სხვა შემთხვევაში არ შეარჩენს ასეთ რაღაცას ამ ხელისუფლებას, როგორც უმეტეს ძალიან კაფიო და გამოკვეთილი პოზიცია აქვს და ის სპეციალურად ამერიკიდან ჩამოფრინდა, მივიდა პროკურატურაში, თქვა რომ აგერ არის ჩამოვედი და აგერა ვარ რა პრეტენზიები გაქვს ჩემთან. ის საქმე მოიგო დათო კირკიტაძე. ეხლა ბუნებრივია რომ ახლა მისი აქედან გაქცევაზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილო არის. ეხლა მეორე საკითხი რაც შეეხება მოწმეებზე ასე ვთქვათ ზეგავლენის მოხდენას, მოწმე არის 26 ხოისაუცრება ყველა პოლიციელი. როგორ უნდა მოახდინოს დათო კირკიტაძემ ოპოზიციური დევნილი პარტიის რეგიონალურმა მდივანმა და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ დათო კირკიტაძე ჩვენი უბრალო წევრი არ არის. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელია ჩვენს პარტიაში. ფაქტიურად ის თელს რეგიონალურ სტრუქტურას კურირებს, რომელმაც მოიგო არჩევნები ორივე ტურში მოუგო არჩევნები ბიძინა ივანიშვილს მიუხედავად იმ საძაგლობებისა, კრიმინალების ჩარევისა და ხელების გადაგრეხვისა რუსთავი როგორც საარჩევნო ოლქი. და 26 პოლიციელზე როგორ უნდა მოახდინოს დათო კირკიტაძემ ზეგავლენა. ეს ხდება იმის პარალელურად, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ბატონი ფარცხალაძე, ბოტასების ქურდი, რომელიც დღეს პრაქტიკულად ყველა მისის ეს რეალურად პროკურატურას კურირებს და რეალურად ის არაფორმალურად ხელმძღვანელობს, როგორც ქვეყანას არაფორმალურად ასე ვთქვათ მართავს ივანიშვილი, ის არაფორმალურად მართავს პროკურატურას, მან ქალაქის ცენტრში ტურისტებით, რა ვიცი, გაძეძგილ უბანში კამერების წინ ცემა ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე მაღალი რანგის გამკონტროლებელი საკონტროლო უწყების ხელმძღვანელი და მას სასამართლოში ისე ატარებენ, რომ არც ვიცით სასამართლო როდის ტარდება, არათუ აღკვეთი ღონისძიება არ მიუსჭიათ მისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა შეუძლია ნებისმიერ მოწმეზე ზეგავლენის მოხდენა. ნებისმიერზე თავისი ძალაუფლებიდან გამომდინარე, თავისი უკანონო ბანდფორმირებიდან გამომდინარე და ყველა იმ შესაძლებლობიდან რაც არის. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. თქვენ როცა ამ კონკრეტულ кейსებს ერთმანეთს აკავშირებთ, რაღაც ზოგადად ხო არის არა, ერთ და იგივე თემა არის. აღკვეთი ღონისძიება ერთ შემთხვევაში, აღკვეთი ღონისძიება მეორე შემთხვევაში იგივე ზვიად კუპრავა დღეს აღკვეთ ღონისძიების გამო ციხეში ზის, იმიტომ რომ მას ედავებიან რომ შეიძლება ვიღაცას მან პანჩური ამოარტყა. ეხლა საერთოდ ხო აი ტრაგიკომიკული ვითარება არის, ხო? ანუ პანჩურის ამორტყმაზე შეიძლება საერთოდ ადამიანი ციხეში იჯდეს თუ არა, ჯერ ის რომ არც დამტკიცებულა და იმაზე ზის აღკვეთი ღონისძიება მიუსაჯეს პატიმრობა. ბატონია, თავდების წერილს ვინ აწერს ხელს? თქვენი პარტიისა და ევროპული საქართველოს წევრები, ანუ მხოლოდ ამით შემოიფარგლება პოლიტიკური ნაწილი თავდებთან. აი ხა დავა რაც ნახეთ თქვენ კადრებში, რაც იყო. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მოიმიზეზა, რომ უამრავი დეპუტატი და სადღაც 2000 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც თავდებში უდგებოდა და უდგება დავით კირკიტაძეს, ის ადამიანები აქ არ არიანო. ანუ მთელი პრაქტიკულად საპარლამენტო უმცირესობა პლუს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია უდგებოდა მას და უდგება თავდებში და ეს ადამიანები არ არიან და ანუ სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი შუამდგომლობა. დღეს ყველა მოვიდა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია მოვიდა, ბუნებრივია ხა ოპოზიციათ ინაშულს ართული, ხო? და ყველა მოვიდა, 2000-მდე ადამიანი იქ მოვიდა, ყველა ვინც კი ხელს აწერდა. ჩვენც მივედით, მე პირადად ირაკლი ქავთარაძესთან ერთად მოწმეები ვართ ამ საქმესთან მიმართებაში და გარეთ ვიყავით სასამართლოს ეზოში, მაგრამ უამრავი ადამიანი მოვიდა და დღეს გადაატრიალა ფირფიტა მოსამართლემ და თქვა რომ ერთ და იგივე საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ ორჯერო და საერთოდ რატო შეწუხდით, რატო მოხვედით ამდენი ადამიანი, როცა თვითონ საუბრობდა ამის თაობაზე, რომ არ არიან წარმოდგენილი ის ადამიანები, რომლებიც მათ შორის დეპუტატები, რომლებიც თავდებში უდგებიან. ჩვენ ყველას გვინდა მადლობა გადაუხადოთ დეპუტატებს, ჩვენი კოლეგა პარტიებიდან, ჩვეულები რიგით ადამიანებს, ჩვენ წევრებს, მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს მობრძანდნენ და დათოსადმი სოლიდარობა გამოხატეს და მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ნემსიწვერიძე როგორც აი ამ მურუსიძის სასამართლოს ნაწილი და ჩინჩალაძის ასე ვთქვათ კლანის ნაწილი ნამდვილად ვერაფერს ვერ გახდება თავისი ბატონიანად ბიძინა ივანიშვილიანად და რამდენიც არ უნდა გააგრძელოს დავით კირკიტაძის პატიმრობა, რამდენიც კიდევ არ უნდა ჩასვან არწმუნებდა იქ დარბაზში ყოფებს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს, რაც რაღაც ოქსიმორონია მოსამართლე და პოლიტიკა.
თავისთავად ამის მტკიცება რო დაჭირდა მოსამართლეს ეს არის ძალიან სამარცხვინო, მაგრამ ძალიან უხერხული და სამარცხვინო მდგომარეობა ჩაიგდო თავი ამ ქალბატონმა, ამ მოსამართლემ, იმიტომ რომ თავის თავს შეეწინააღმდეგა, რომ არ ვიცი ის არ მოელოდა, რომ ამდენი ადამიანი მოვიდოდა, დეპუტატები მოვიდოდნენ, ვინც თავდებში უდგებოდნენ ან რაღაცა ფორმალურად ეგონა მოაწერეს ხელი მის თავდებს. მოვიდა ყველა ეს ადამიანი და დღეს როგორც ჩანს ზემოდან კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მიიღო, ან შეიძლება ამითი რაღაცა სადღაც მიწა მიიღო, ან სადღაც გარემონტებული ბინა, ან კრედიტი დაუფარეს, ან შემდგომ გავიგებთ, რაც არაერთხელ გაგვიგია ასეთ ამგვარ მოსამართლეებთან მიმართებაში და ეხლა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს არ წყვეტს, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რომელიც აუცილებლად დასრულდება ბიძინა ივანიშვილის გასამართლებით იმ დანაშაულებებისთვის, რაც მან ჩაიდინა ამ წლების განმავლობაში. დიდი მადლობა, გია ბარამიძე იყო ჩვენი სტუმარი. დღის ამბები დასრულებულია, თქვენ საღამოს გელოდებათ რეაქცია. რამდენიმე წუთში TV პირველის 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვება, ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით 2-ზე და 4-ზე. კიდევ არ დამავიწყდეს ღამის ამბები გელოდებათ წინ, რომელსაც დღეს ნინო ჟიჟილაშვილი და რატი ამაღლობელი წაუწყობია.